მეგობრებო, აქ ყველას დაგიძახეთ, იმიტომ რომ ჩვენი სკოლა იცვლება. ხვალიდან შეიცვლება. მეგობრებო, ეს დიანას გადაწყვეტილებაა და ხვალიდან სკოლაში დრეს-კოდი იქნება. ყველას შავი უნდა ეცვას. ვინც არ იცით შავი როგორია, ჩემს კაბას შეხედეთ. არა, ჩემს თმას არ უხდება შავი. მასწავლებელმა იქ სად არის დიანა, მითხარით? ხო, მეც წინააღმდეგი ვარ. მე წითელი ფერი მიყვარს. მასწავლებელმა იქ არა, ჩვენ ბაყაყები ვართ. შავს ვერ ჩავიცვამთ. დავწნარდი, ჩავი ცული საერთოდ არ არის. მაგალითად, ჩავი ტანსაცმელი არასდროს არ იცვლება. მასწავლებელმა იქ ჩემი აზრით ეს არასწორია. შავის ჩაცმა არავის არ უნდა. ხო, კალათბურთელები წინააღმდეგები ვართ. სმაილი საერთოდ არ გინახავთ, როგორ ფერად შეიღება თმები. მეგობრებო, ეს უბრალოდ დიანას გადაწყვეტილებაა, რომელიც არ განიხილება. ხვალ ყველა შავებში უნდა მოხვიდეთ, გაიგეთ? გამარჯობა, არ მინდოდა ხვალინდელ დღეს დავალდებოდი, უკვე მე ამბოხე ვარ. ვაუ, ხედავ ერთი მე ამბოხე შეგვემატა. მაგარია. ოჩახ? ხო, დიანა, მინდა რომ მე ამბოხე ვიყო. ეს რა არის? ეს მე ამბოხე სმაილია. ესე არ გამოვა. დიანას მხარეს ბევრი ადამიანია. ეს სკოლა საყვარელი აღარ იქნება. მე ამბოხეობა და მაგრობა ეს ჩვენი ახალი დევიზია. აბა, ვინ იქნება ჩვენს მხარეს? მეგობრებო, ხო ყველამ გაიგეთ, ახლა წავედი, ტანსაცმელი უნდა ვიყიდო. დიმა, შავ ტანსაცმელშიც გეყვარები? ხო, სალათისფერო, მიყვარს შავი. კარგი ბავშვებო, იმედია ყველამ გაიგეთ. ხვალ ვინც შავებში ჩაცმული მოვა, ჩვენს მხარეს იქნება. ბანი, გეოლდებით შავებში. მე ამბოხეების გუნდში.